ახლა კი გადაცემაში სტუმრის დროა გთხოვთ მიესალმოთ მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე. ხნედ ძალიან კარგი მედგრად ვურყევათ #მედგრად. არა იცი რა არის? მე კი ძალიან მიხარ რომ ჩემთან შოუში ხარ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გადაღებებზე შესაძლოა ბევრჯერ გვიჩხუბია. ბევრჯერ ერთხელ ვიჩხუბეთ, მაგრამ ისეთი რომ რა ბევრჯერ ჩხუბზე უფრო თითქოს რა ვიწექი მაგრამ. ძალიან მაგარი ყო შენ რომ მეუნებოდი ხოლმე აქედან დამარტყი, იქიდან დამარტყი ასე. ხო და ნუ ეხა ისეთი დროა რომ ისეთი დრო მოვიდა, როდესაც ხო ყველას რაღაცა თითქოს გადადებული გვაქვს ხო ყველანაირად. მეორე იმაზე კი არა უკვე მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსეა პრიორიტეტად ჩვენთვის უშუალოდ ჩვენი პროფესია და ნუ ცალკე გაფიცვები, ცალკე ამბები. როგორ ახარ მოკლედ? არ ვიცი, აი რა ხდება შენს? ხნედ მედგრად და იმედიანად რა, ოღონდ არა ტელევიზია იმედიანად. ადამიანურ იმედიანად და აი რომ უყურებ აი ამ ერთიანობას, აი ამ მარშებს ესე ვთქვათ. ძალიან მიხარია და ვწმუნდები იმაში რომ არ არსებობს, ვერ გაგვტეხავს ვერავინ და ვერაფერი. ხა ისედაც ისტორიასაც რო გადავხედავთ, ხო? ჩვენი ერთ-ერთი თვისებაა ქართველების, რომ არ ტყდებიან რა. არ ტყდება რა, მორჩა და გათავდა რა. ხა რაც არ უნდა წნეხი და აწამოდა, ურტყად და ხოცო, აი რა, არ გამოვა აქედან არაფერი, ასე რომ ხოცებო დროზე მოეგეთ გონს და გეთ. მოკლედ რა და კონკრეტულად. არის ხოლმე, ხო იცი, რაღაცნაირად მაინც ადამიანების გარკვეული ჯგუფი არის, ვინც ფიქრობს, რომ დაიღლებიან. აი გოგა ხაინდრავამ თქვა, ისეინად კაცო რამდენიც გინდა რა პრობლემა არისო, ასე ვთქვა და შენ რა მოლოდინი გაქვს შენ? ბიჭო, ეგენი იღლებიან ეგეთი მაგათთვის მარადიული რაღაც ღირებელი ბულებები და ფასეული ხო არ არსებობს რაღაც სამშობლოს იყო. ეგენი იღლებიან რა, ეგენი აკეთებენ ასე ჭირდება საქმეს ძმას პონჩი გამოდიან ყველგან თუ გამოსასვლელი ხა მაგათთვის უცხოა რაღაც რეალურად ისეთ პატრიოტული გზნობები და აი სამუშაო რეჟიმში შეუძლიათ პატრიოტობა ითამაშონ და როდესაც ადამიანი გულწრფელად აპროტესტებს რაღაცას, ხო, მან დაღლა არ არსებობს, გამორიცხულია რა. ეხა რეალურად მართლა უნდა იყოს ადამიანი პატრიოტი, რომ მიხვდეს მაგას, რომ არა ეს ხალხი არ დაიღლება, მორჩა და გათავდა და ეხა მაგათ რაც უნდა იფიქრონ რა. ეხა ერთი ანეკდოტი როა, ხო იცი, კაცი შედის სახში და ისინი რო ყრია თავის ცოლის ფეხსაცმელი და დიდი ფეხსაცმელები რო ყრია და არა რო იწვის და მე იქით გაუყვება, იქით საცვლები თავის მეუღლის, აქეთ ვიღაც არა და ნელ-ნელა საძინებს და რო შევა და როგორ არა მაგიზე აი ეგრე დაგემართებათ, რო იძახი დაიღლებიან იმას იზავ არა და როგორ არა, უცებ აღმოჩნდებით რომ წვიმენში ხართ უდიპლომოთ რასაკვირველია და ხო რაღაცა ეს ხო შემიძლია? რა თქმა უნდა, შეგიძლია მე მგონი აუცილებლად. აი ასე. ხო და ცოტა ენერგიაზეც მოვალ და ასე რომ ეხა მაგათ რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ხო? ყურადღების მიქცევა არის აი ძალიან დიდი სიბრიყვე უკვე რა. აი ხა დღეს მონოლოგშიც საუბრობდი ტრამპზე, იმიტომ რომ ვიცით ხო ყველამ რომ ეს თქმულა ბერჯერ, ნუ ხა პატარა ქალაქია და ზოგი რამე ტელევიზიიდან არ გაგვიგია და ესე სადღაც მოვისმინე და ასე შემდეგ, თუნდაც ჭორის დონეზე. მაგრამ არის განცხადებები უშუალოდ ქართული ოცნების, რომ პირდაპირ ამბობს, რომ აი ტრამპი მოვა და ნუ ასე შემდეგ, რომ მე ყველაფერი დაალაგდება და ასე შემდეგ. მულე ჭორის დონეზე ის არის, რომ ოღონდ ტრამპის მოსვლამდე გაუძელით და მე ყველანი კარგად ვიქნებითო და რაც ვიცით ოფიციალურად არის, რომ გამოდიოდა კობახიძე და ამბობდა, რომ აი როგორც კი ტრამპი გახდება, მე ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში გადაიხედება სიტუაცია, მოტივები, რაღაცა და ნუ მოკლედ აი თითქოს 20 იანვარი არის რაღაცა ვადა, რომლის მერეც უკვე ნუ გამორიცხულია რამე და შენ როგორ უყურებ ტრამპის მოსვლას ამერიკაში პრეზიდენტად და ჩვენთან მიმართებაში რას ფიქრობ, აბა მაინც? ეს ქართული ანდაზა გამახსენდა, წყალწაღებული ტრამპს ეჭიდებოდა და რა ტრამპი ბიჭო, რეიგანი რო გააცოცხლო და კოცი ვარ გადაიღწა საექ სვირინგი, ეგეც ვერ უშველი სამად. ოე! კოც! არ არსებობს. ვინც არ უნდა მოვიდეს. ვინც არ უნდა დაგიჭიროთ მხარი. ქართველი ხალხი არ
გატყდება ეს დაამტკიცა ისტორია. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ყველა ვინცო ჯალალედინი და მურვან ყრუდ და აღა მაჰმად ხანი და სხვა ვერაფერ ფეხები ვერ მოჭამა ძირში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები ვართ, ეგენი არ არიან. აი ზუსტად ერთ-ერთ ქვეყანაში აღარ ვიტყვი რა. ერთ-ერთი ჩვენი დამპყრობელი საფლავზე ვიდექი, ну, იმიტომ არ ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი, რომ მიყურებენ, იქ ვიმუშავე რა, მიყურებენ და არ მინდა რომ ეწყინოთ. იმ ადამიანს ახე საფლავზე ვიდექი და ესე ღიბილით ეუბნებოდი, რომ ჩაძაღდი, დავპი, მოკვდი, აღარ ხარ. მე კიდე ვარ გურჯი, ვისი განადგურებაც გინდოდა და მე მოდიოდა დედაზე საუბარი ძირითადად. აი ესე ხა ტრამპი არა, ვინც არ უნდა მოვიდეს. ტრამპიც რომ მოახა, ამათ გონეთ რომ ამათკენ იქნება. ნუ სისულელე არა. აი, ისე სხვათა შორის, მოდი, პრინციპში გვერდი არიან, სადაც ტრამპი იქვე ყაველაშვილი. ხო და ყაველაშვილზე მაინტერესებს, ანუ ტაქსში ვიჯექი იმ დღეს და ტაქსის ღოლი მეუნება, რომ ისო რა ქვია. ბიჭო, ესო აიო, ყაველაშვილი და აიო, სუფთა ჩცდოს ამბავიო და მეთქი რა პონჩი მეთქი და აიო, სუფთა სულიკოსნაირი პრეზიდენტი არის და რაღაცა. ანუ სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა ტიპაჟისგან გამიგია სხვათა შორის ეგ შედარება და შე როგორ ფიქრობ? მიტყდება და. ქეთის რა უნდა? ანუ ხო შეიძლება რომ მაგოგო აღარ წეროს სცენარი. მე გონია რომ რაღაცა მაგიაა და რასაც წერს მე უნდა ახდეს და იქნება და რო აღარ წეროს მე ცოტა ხანი გვეშველოს. მე ცოტა არ იყოს მით. ქართული სიმსონებია შეცეთა. დამიკნინეს პერსონაჟი. ჩემი პერსონაჟი არის ჰეგელი მაგასთან შედარებით და რომ ყოველ შემთხვევაში არ აგინებს რა იგი. კანონ პროექტის რაღაცა, მაგან ვიღაცა იმას ტყვანის დედას არ იძახეს რა ეხლა ჩემი პერსონაჟი და ცოტა მაგაზე მეტად განათლებული დიპლომი აქვს. მე ხო ვიცი და ჩემ პერსონაჟს დიპლომი აქვს სულიკოს. კი კაცო, მაგრამ და ხალხს უყვარს კაცო. კაი, ის კითხვაც უნდა დაგისვა, რასაც საშუალო სტატისტიკური გამლელი მეკითხება ხოლმე, შენი აზრით რო გაგრძელებული იყო შეცდა ვინ მოიგებდა არჩევნებს? თუ ვიცოდე შობელძაღლი ვიყო რა, ქეთის რას გავუგებ, ხო? აი გამორიცო, არ ვიცი. ხო, აქაც რა, რატომაც სულ შენ გადაცემაში მიწევს ხოლმე ამის თქვა? არ ვიცი. ვინ გაიმარჯვებს? არ ვიცი. არის. მე ერთი ვიცი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს. არა, როგორც მიდიოდა თვითონ. მაგრა გაუსწორდება ხალხს. აი თვითონ სერიალი როგორც მიდიოდა, აი მან როგორ გძნობდი, საითკენ მიდიოდა ამბავი, ეჭვიც არ გაქვს? მართლა არ ვიცი. ვის გინდოდა რომ მოიგო? თავისთავად ცხადე ახლა მე როგორც მსახიობს, მე მინდა რომ მოიგო რომ რაღაცა მომწოს მაგრამ. კანძელო პრეზიდენტის როლში ყოფნა. ხო, რა, სულიკოს ხაზი რაღაცა მომწოს, მაგრამ იცი რა, აქ ახლა მარტო ჩემი სურვილი ხო არ არის გასათვალისწინებელი მაყურებელია ხალხია და რომ თავარი ახლა ვინც არის დედა დედოფალი კეთი დევდარი რასაც გადაწყვეტს ესე იქნება მორჩა და გათავდა რა. იცი რა, ახლა ჩვენი პროფესია რეჟისორების, დრამატურგების ძალიან დიქტატორული ახლა რა, უდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და არ არის გასაკვირი. ჩვენ რასაც ვინებებთ, ესე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ სამყაროს და ვნახოთ რა. არ ვიცი, არჩევნები ხომ მოვაწყოთ. ხო, ისე რახან აი რახან შეეხეს სფეროს ხელოვნებას და კონკრეტულად სამსახიობო სფეროს, როგორ უყურებ ამ პროცესებს, ანუ თვითონ რამდენად მაყოფილი ხარ, რამდენად თვითონ როგორ შეაფასებდი იმ პროცესებს, თუნდაც ის რომ გაიფიცა ძალიან ბევრი მსახიობი, ის რომ აქტიურად აქციიდან ინტერვიუებს იძლევენ, იქარიან და იცი რა, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და ერთ რამეს აღუნიშნა, ყველა მე ჩვენ საქმეს პროფესიას ვერ დავარქმევდი, იცი? ეს არის ცხოვრების წესი. ხო. ხა მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ დავიბადე, გავიზარდე ამ სფეროში ვარ, ხო? ეს არის ცხოვრების წესი. აი პროფესია, ამით პროფესიებს არ ვაკნინებ, რასაკვირველია. მაგრამ აი პროფესია შეიძლება ცოტა ხნით შეაჩეროს ადამიანმა, იმიტომ რომ რასაკვირველია გაცილებით მძაფრი მოვლენები ვითარდება დღეს საქართველოში, მაგრამ აი ცხოვრების წესის გადადება ძალიან რთულია, მაგრამ ეხლა ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ჩვენი სფეროს ხალხიც უკვე მიხვდა და აი ყველაზე ბოლოსაც შეიძლება პური მოიკლოს, წყალი მოიკლოს, ყველაფერი მოიკლოს, მაგრამ აი ამ შემოქმედების გადადება ძალიან რთულია, მაგრამ ჩანს, აი თუნდაც მაღაზე უნდა მიხვდეს ახლა. ხა ხოცი ვერაფერს ვერ მიხვდება, მაგრამ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ აი ცხოვრების წესს რომ გამოცვლი და გადადებ, ესე იგი ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ რა. მე პირადად ხო
აი თუ ვერ წარმოვიდგენთ რა ხა აი ლომკას ვიტყვი რა ისე მენატრება სპექტაკლების დადგმა რაღაცა აი რა ქვია ჩვენი გიორგი რო იტყვის ლიფონავა დავიწყეთ გადაღება და აღარ ისე მენატრება აი გიჟგავარ უკვე აღარ ვიცი მაგრამ რა ვქნა ზუსტად ვიცი მე თუ არ ვიდექი იქ სადაც დღეს დგას ჯანსაღი ნაწილი ჩვენი ქვეყნის თუ ვინმე ვერ დგას მე იმათ რასაკვირველი არ ვაყენებ ჩრდილში ხა რასისულელი შეიძლება ადამიანს უფრო ფიზიკურად არ შეუძლია ხო იქ რომ არ ვიდგეს ზუსტად ვიცი რომ ვეღარასოდეს ვეღარ გავაკეთებ ამას უბრალოდ ვეღარასოდეს ვეღარ ჩემი ცხოვრების წესი დამთავრდება რა და ამიტომ თუნდაც აი ეს ეგოისტურად რომ შევხედო ამ ყველაფერს რა თუმცა ხა ყველაზე მთავარი რასაკვირველია ჩვენი სამშობლოა ხო არ მინდა რაღაც პათეტიური გამოჩნდა იქ თუ არ ვიდექი მე ვიცი რომ ხვალ და ზეგ აღარ მექნება აღარ იქნება ის რისთვისაც უნდა ხარობდეს ადამიანი აბა ქვეყანა რა დგინდა ხო სადაც უნდა გიხარობდეს სადაც უნდა შემოქმედებით იყო დაკავებული სადაც უნდა აკეთო ის რაც შენ გიხარია და რასაც სხვას მიანიჭებს სიამოვნებას რა რაღაც მიტინგი ჩავატო არა რატო ეგრე ხა ისეთი დროა ყველა ქუჩაშიც რომ მოისმინო ორი ადამიანის საუბარი რომელიც მიდის შეიძლება ისიც მიტინგად მოგეჩვენოს ხო ეს ტალღა რა და ტყილა აქვთ ახლა იმედი რა იქ მავანს მომწონს სიტყვა მავანს ტყილა გაქვთ იმედი არ დავიღლებით იმიტომ რომ ეს იმიტომ კი არა ნავარჯიშებები ვართ გენეტიკური დაუღლელობაა რა აბა როგორ მოიტანა ახლა საქართველოს თავი აქამდე ახლა ამდენი 2000 წლის მანძილზე 2500 ომიზე მეტი აქვს ნანახი ხო ახლა ისტორიკოსი არ ვარო ზუსტი ციფრი თქვა ნანახი ხო ადამიანი ყოველ წელს ომობ კაცო ვაი რო შეხედო და არ დაიღალა და ეხლა რატო უნდა დაიღალოს თან ახლა მით უმეტეს მოშიებული რობოკოპების ფონზე რა საწყლები და ჟოჟოლი და ნანუკას უნდა ვთქვა რომ ერთი ორი ზემნეთ ლობიანით გამოვაცხობინოთ რომ იქნებ ეგენის ჩვენები არიან ზოგი ხომაინც არის ახლა იქიდან რა ცოტა ნაკლებად ირთმეინება რა პატარა ვაჭამოთ ხოლმე რა ასე რომ ხო დარწმუნებული ვარ ზუსტად ეს ისეთი იმედი არ არის რა რომ რაღაცა ვიღაც დავამშვიდო დარწმუნებული ვარ და ყველა იყავით რომ ეს დამთავრდება რა. მალე დამთავრდება ჩვენ სასიკეთოდ და იმათივე სასიკეთოდ ვინც აღარ იქნება ხელისუფლებაში. მაგათვისაც კარგი იქნება რა. რაც მალე გაემიჯნებით ამას. მით მალე გაუშვებთ თქვენ შვილებს სასწავლებლად უცხოეთში. ამას უკვე კოცებისთვის ვიძახი რა. და მით მალე წახვალთ შოპინგზე იმაში რა საყიდლებზე თქვენ რო კარგად გაიგოთ საზღვარგარეთ რა ლილოს ჩამთებით რა მით და თუ ესე გააგრძელებთ მე ივლით ისე იმ წიუმენში რა და რაღაცა ზაპოროჟეცის იმებს ამოიღებენ რა იყო შენთვის ახლა რამდენი დღეა ხო უკვე 22 დღეა ხო თუ ვარწდები დღეს აქციების და რა იყო აი ამ პერიოდში შენთვის ყველაზე უფრო როგორ გითხრათ აი ისეთი დასამახსოვრებელი მომენტი გულისხმობ რომ ისეთი ემოციური შეიძლება ან ნებისმიერი რაიმე კრიტერიუმი თუ თან ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი რა იყო როდესაც ხო რაღაცას დასამახსოვრებელი და აი იცი რა მოდი აღმაფრთოვანებელს ვიტყვი ის მე რაც წაკითხული მაქვს ხო ისტორიაში ის რაც მე თქვა ძალიან ხშირად მომჩვენებია სიყალბე და აი სადღეგრძელოთო ქართველი უტეხი და რაღაცა ხო ამას ნათლად ხედავ რომ ბიჭო, რაც მეტი გამოდის იქიდან, მეც ურთხავენ ეს ხალხი უფრო მეტი მიდის და უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს. არ შინდება გესმის? ეს უკვე ნათლად ნახე, თუმცა ადრეც მაქვს ნანახი, ხო 9 აპრილს ჩვენი გოგოები ავტომატიონ რუსებს ესე ეკაჩებოდნენ, ბიჭო და აი მაშინაც ხო მაქვს ნანახი და ეხლაც იგივე მეორდება, თაობა გამოიცვალა რა, ბოლო-ბოლო რა. თაობა გამოიცვალა და პატარები რა, ხა ჩემთვის ბავშვები რასაკვირველია საწყენა თავნაობა. ის იგივე დუხზე არიან, გესმის? იგივე იმაზე არიან და მიდიან და რა ვიცი ხა ცოტა ოდნავ გონიერი ადამიანი თუ ხა პურზე გადასასმელი ტვინი მაინც დარჩა ვიღაცას თავში უნდა მიხვდეს რა, ხოცების და საუბარი რომ არ გატყდება, არ არსებობს, არ გატყდებიან რა. ჩივილი ხმლისა ვაჟამშაველას ლექსი ერთ დაჟანგებულ ხარ გორდაო დაგობებია ქარქაში და მოკლედ ასე გრძელდება რა და ბოლოს არის თუ სახელს არ მაშოვნინებ ხმალზეა საუბარი როგორ დავბრუნდე შინაო არის ეგეთი ესე თავდება ეს ლექსი რა ანუ მაშინაც ჩვენი წინაპრებიც რა გარდა იმისა რომ ხალხ აი მტერს ჟუჟავდა და ხოცავდა იმისთვისაც საკეთებდა სახელოვანი ყოფილიყო. ეხლა ვიღაცა შეუძლია მოეჩვენოს, აუ მოიცარა ეგ მოსაჩვენებლად აკეთ
მოსაჩვენება მიდი აბა გააკეთე მოსაჩვენებლად ერთი 60 გაცოფებული ის რომ მოგდებს რა ქვია რობოკოპი თან ზუსტად რო იცი რომ ქცემენ მიდი აბა თუ და შენ გააკეთე საჩვენებლად ვისაც ეგეჩვენება დიახ სახელისთვისაც სამშობლოსთვისაც და ყველაფრისთვის გაუწევს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას რუსეთს და ყველა მტერს ვინც არ უნდა იყოს ასეთია ბუნება რა ჩვენი ეს შეძენილი და ნასწავლი კი არ გო ბუნებაა ეგეთი ხო იცი ჩიხი როგორი რამეა ჩიხი ლაკმუსის ქაღალდია მეორენა აი რომ შეაგდებ ადამიანს ჩიხში იქ ჩნდება ამისი ნამდვილი ხასიათი რა აი ყველაზე წარმოუდგენელი აი ისეთი ადამიანის კი რა შეხედა აი რო შეხედა და შეიძლება ზეგ მოკვდეს რო შეხედა არა ეს ზეგ მოკვდება ეგეთია რომ ყვარყვარეში რამაშვილი არ ეყოლებაო და ახლობით ეგეთია რა აი ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ისეთი გამგელდეს რომ გაგიჟდე და ძირითადად ქართველი ხალხი ეგეთ ჩიხში ისეთი მგელდება რომ შენი და ჩემი მოწონებული და სხვისი აღმაფრთოვანებელი ასე ვთქვათ რა და ანუ აი ამ ყველაფერიდან გამომდინარე როგორ ფიქრობ წამოვარდი რა დათმობაზე თავრობა ამ ჩემ ფეხებს თუ არ წამოვა აი რას ქვია არ წამოვა ისე წამოვა შენი მოწონებული სოფლის מחარობლებივით ირბენენ აი აქეთკენ დათმობაზე იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა არ გატყდება ეს ხალხი ესეთია ჩვენი ბუნება გენეტიკა ესეთი ყველა აი შეიძლება ერთი შეხედვით მოეჩვენა ფუ ჩვენ ხო ესეთები ვართ ფუ ჩვენ ხო ისეთები ვართ ფუ ჩვენ ხო ესეთები ვართ და აი მე რომ დადგებან მართლა ყველა რომ გააცნობიერებს ქართველი რომ გააცნობიერებს რომ ბიჭო ამის იქით უკვე სულა აღარ არის აი მე ნახე როგორი ხდება ქართველი ეს არაერთ გზის გვაქვს ნანახი ჩემ თაობას ყოველ შემთხვევაში რა იგივე 9 აპრილის მნახველი ვარ კაცო 9 აპრილის ნახევარად ბეტერს ჯოხს რო ურტყავდა ის ბიჭი ხო აქედან შეხავდი რას დააკლებ იმას რას დააკლებ და დააკლო მაგ ჯოხმა დაანგრია ზუსტად საბჭოთა კავშირი და ეხლა კოცმაცუნებს კაი რა ჯოხი არ გჭირდებათ თქვენ რა არც ჯოხი გჭირდებათ არც არაფერი უბრალოდ უტეხი ნება ქართველი ერის დაამსხვრევს ამ რუსების ნასეთკებს მორჩა და მეტი არაფერი ეს всё რა უბედურება ხო და კიდე ხვალ არის მესხების მარში რატომ უსვამ ახლა ამას ხას საღამოს 7 საათი 19 საათი ხო 7-ია კაცო არ შემეშ კი ეგ არის თუ ვინმე მძიმე აი ესენი მძიმე კუთხეს იტყვიან ხოლმე მძიმე ხალხია რა ოღონდ ამ სიტყვის კარგი გაგებით რა აი დინჯი ხო რაჭველებზე ამბობენ აი მძიმე ხასიათი სვანური ხასიათი ცოტა ხო ესეთი მძიმე და დინჯი როგორც არის მესხი აი ვინმე მომიყვეს მესხებზე ანეკდოტს არ არსებობს მესხებზე ანეკდოტი არ არსებობს მესხური იუმო რაღაცა არ არის გესმი ესეთი მძიმე ხალხი მე არ ვიცი მე შემიძლია და მაქვს უფლება ამის იმიტომ რომ დავიბადე და გავიზარდე მესხი ვარ თავიდან ბოლომდე შეიძლება გვარი არ მიწყობდეს ხელს მაგრამ ახალწლებში დავიბადე და გავიზარდე ამათაც რო გამოიყვან ესე იგი ძალიან ესე იგი დედა გაქვს მორჩა რა არ არსებობს ემოციაზე დასვა მესხი შანსი არ არის თან ყოველთვის ავანგარდში იყვნენ მესხები მეომრები სულ წინახაზე იყვნენ ერთ-ერთი ომის ბრძოლის დროსაც არ ვიცი ვეღარ მოიყვან მაგალის ბოდიშს ვიხდი არა ვარ ისტორიკოსი მესხები იყვნენ ავანგარდში და გადაიყვანეს რომ არიერგარდში თუ რომელიღაც ფლანგზე რომ თქვენ არა თქვენ არ გახსნით ეწყინათ და წავიდნენ გაიგე აი ეგეთი ხალხი და მესხებსაც რო გააგიჟებ ხო გეუბნები რა დედა აღარ ყავთ რა ასე რომ უკვე გვიან არის ეხლა გინდა წამოვიდნენ გინდა არ წამოვიდნენ გატყდება ბოლო-ბოლო რა ზეწოლას ვერ გაუძლებს ვერავინ ქართველის ზეწოლას ვერ გაუძლებს დიახ ქართველის ზეწოლას ვერ გაუძლებს აი ზუსტად ჩვენ ეთნოსზე მაქვს საუბარი რა კი და რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი საქართველოს იცი რა არის მართლა აი დღეს ვლაპარაკობდით კიდე მეორე პროექტში ანუ შენი შუაღამეში საუბრობდით იმასთან დაკავშირებით თეონა ბაღდავაძე იყო უნდა და საუბრობდა იმაზე თუ როგორ არის ნამუშევარი იმაზე რომ ტერმინი თვითონ ორი საქართველო ეს არის რუსეთის მცდელობა ისევ გაყოს საქართველო მაგრამ ეს თუ ადრე მოახერხესავით რომ გაყვეს საქართველო ეს აღარ მოხდება ორი საქართველო აქ არ არის აქ არის საქართველო
და იქით არის ოკუპანტის მიერ დაქირავებული ძალა, რომელიც ცდილობს რომ ჩვენ გავყოს. ეგეთი რამე არ მოხდება. ახლა ნებისმიერი ვინც კიდევ ფიქრობს რომ იქნება და კოცები მართლები არიან, აი უმარტივესია რაც თქვეს რა შეასრულეს, ვინ დაუნიშნა რუსეთს აქ რეისები, ვინ გაუღო კარი ბოლომდე შემოდით და ვინ ჩააბარა ბიზნესები, ვინ აქებს პუტინიდან დაწყებული ლავროვი და ისინი რო ყავს კიდე ვიღაც ქალები სიმონიანი და ეგენი, ვინ აქებს ამ თავრობას, უნდა მიხვდეთ რა ხა როგორ არის ორად გაყოფილი ქართველი რომელიც ოკუპანტისკენ არის იმას საქართველოსთან არაფერი კავშირი არ აქვს ქართული სახელის და გვარის გარდა. ეგრეთ ჩემი ძაღლსაც ჩემი გვარი უწერია, მაგრამ ადამიანი ხო არ არის, ძაღლია კაცო და ძალიან მიყვარს. ხო. ასე რომ მარტო სახელებმა და გვარებმა არ მოგატყუოთ, არა ხარ თქვენ ქართველები, ვინც ოკუპანტს, თუნდაც იმის შიშით რომ ვაიმე აქ რაღაცა არ მოხდეს, ემორჩილები არა მორჩა და გათავდა. ქართველის მაიდენტიფიცირებელი თვისება მრავალთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი არის უტეხობა. არ გატყდა და დამთავრდა რა მორჩა, ერთს გავიხსენებ, ადრესმა გახსენებო. 9 აპრილს, როდესაც საქართველოში ჩვენ ხოცავდნენ ქართველებს როდესაც ხოცავდნენ რუსები, ციმბირში მაშინ ქართველები რუსების ჯარში მსახურობდნენ. ციმბირის ერთ-ერთ ნაწილში, სამხედრო ნაწილში მსახურობდა 300 ქართველი. და იმათ უფრო ადრე იცოდნენ რომ მოხდებოდა დარბევა ამ სვერბლით. სისხლი გამოიდინეს ხელებიდან. შეაგროვეს და თეთრ ნაჭერზე დააწერეს ჩვენ თქვენთან ვართ ქართველებო. ხო და იპოვნეს რასაკვირველია ეს და გამოიტანეს ეს დროშა პლაცზე ძახდნენ იმ მოედან სადაც იკრიბებოდა პოლკი და დააფინეს მიწაზე. დააფინეს მიწაზე მოაწყეს მთელი ეს პოლკი და აბა ქართველებიო რა ვინც ხართო ერთი ნაბიჯით წინს უყველა და 300 კაცი გადმოვიდა. ან აი საოცარი ანალოგია 300 არაგველთან აი შეიძლება ითქვას რა. გადმოდგეს ეს 300-მა ქართველმა ნაბიჯი. ის ბიჭები დღესაც არიან აქ. მე ერთს ვიცნობ მაგარი. გადმოდგეს ნაბიჯი და აბა ეს რა არისო აქო და გადაუარეთ ეხლა. ეხლა ვინ გადაულიდა რომელი ქართველი ჭკუად ყოფილი გადაულიდა მაგას ხო და რასაკვირველია კაცრი უარი მიიღეს. კარგიო და მაშინ მთელ პოლკს უბრძანეს, აბა ეხა მოეწყეთ და სულ ყველამ გადაუარეთ. ციმბირში, რუსეთის აი შუაგულში რა. ამ 300-მა ქართველმა მაშინ ესეთი ილეთი იყო რა სამხედრო კამარს იზრობდნენ, ხელზე იხვევდნენ და საბრძოლო იარაღად იყენებდნენ. 300-მა ქართველმა რო წაიძრო ეს კამრები და რო შემოარტყეს ალყა და არავინ არ გადმოდგათ ნაბიჯი თორე დედას გიტირებთო. ვერცერთმა ვერ გაბედა, ვერ გაუბედეს აი 300 ქართველს. ფეხები ვერ მოჭამეს ძირში, ის დროშა მერე დაკეცეს და გამოაგზავნეს საქართველოში. ის დროშა არ ვიცი ახლა აქ სად არის, მაგრამ ეს ფაქტი არსებობს. გესმით? აი კიდე გახსენებთ რა, რომ აი ეს უტეხი ხასიათი არის პირველი მაიდენტიფიცირებელი ქართველის და ქართველობის და ვერ წაართმევთ, გამორიცხულია, ვერ გატეხავთ, ვერ გაბზარავთ, წადით ქაჯანასე არ იყოს რა ამ კოცებს რა. ასე რომ აი ეგეთი ხალხი ვარ და ეგეთი ხალხი დგას დღეს რუსთაველზე. და კიდევ ძალიან გიქაქანეთ, მაგრამ რა ქვია? არა კაცო პირიქით. აი ეს ჯგუფები რო იქმნება. ხო. ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს რომ კიდე გაყოფილია იქ რაღაცა სხვა ჯგუფი, მესხების ჯგუფი, რაჭველების ჯგუფი, ეს გაყოფა კი არა. ეს არის გაერთიანების აქცია. რა თქმა უნდა. აი, სხვადასხვა ჯგუფები როგორ ვერთიანდებით საქართველოსთვის წინახაზე, რომელიც მდებარეობს რუსთაველზე ამ შემთხვევაში. ასე რომ ეს არის გაერთიანების აქცია და გენაცვალეთ ქართველებს. ვაჰ, ძალიან კარგი და საინტერესო საუბარი იყო. ძალიან დიდი მადლობა კახა იმისათვის, რომ მოხვედი. ეხა ესეთ რთულ ვითარებაში ყოველთვის რთულია ხოლმე, მე რამდენი თვამამთ აქ ყველაფერს ყოველთვის იუმორით შეხედო, იმიტომ რომ ქვეყანაში ძალიან ძიმე ვითარებაა და არაფერი არ უჩანს იმის პირი, რომ რაღაცნაირად ეხლა უცებ ამ ეტაპისათვის განიმუხდება, ყველაფერი წინ არის, მაგრამ ისევ და ისევ ისეთი ანალოგი მოიყვანე, რომ ეგეთი ანალოგები ჩვენ ძალიან დიდი მეზს გვაძლევს ზოგადად ცხოვრებაში. დიახ, აი ეს არის მართლა ნამდვილი ღირსება და არა ის ღირსება, რომელთაც ვითომ ევროპაში შევდივართ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ჩვენ მაყურებელს, რომ გვიყურებ და კახა გოგიძე კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით შეიძლება კახა. მადლობა.
მადლობა შენ.